ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამშვიდობისა, ეთერში ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება, ასე რომ გვისმინეთ ყურადღებით. გულში რუსთაველები და არა მარტო ისინი ნამდვილად გახარებულები იყვნენ. ჩატარდა ფესტივალი ოვაცია 2003. ქალაქის მერიამ იმაზეც იზრუნა, რომ ელექტროენერგია ყოფილიყო ქალაქში. ახლა ნახოთ სიუჟეტი იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა გულში. წავიდა. აი ეს არის თქვენი ადგილი და შუაში. ახლა ვიმყოფებით რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც უნდა გაიმართოს ახალგაზრდული ფესტივალის ოვაცია 2003-ის დაჯილდოების ცერემონიალი. გეტყვით იმასაც, რომ ნომინანტების, ანუ გამარჯვებულების შერჩევა ხდება ანკეტური მონაცემების საფუძველზე, ანუ ჟიური 5 ნომინანტიდან 1 საუკეთესო, ანუ გამარჯვებული უნდა შეარჩიოს. ფესტივალი შედგება 2 ნაწილად. პირველი ნაწილი იქნება დაჯილდოების ცერემონიალი, ანუ პრიზების გადაცემის ცერემონიალი, ხოლო მეორე ნაწილი უკვე ნონ-სტოპი, ანუ კონცერტი გამარჯვებულების მონაწილეობით, ანუ ვერთობით. წავედით. თავთავარი იქნება ობიექტური ალბათ და იქნება კარგი ზეიმი ის ფაქტი რომ აი ამდენი ხალხი მოვიდა სტადიონზე, ესე იგი მეტყველებს იმაზე რომ ეს ყველაფერი ნორმალურად ორგანიზებული და აი ამ ხალხს ის ყველაფერი აინტერესებს. ჩემის აზრით აი ეს არის მთავარი. არ ვიცი, რაღაც ვერ გავიგე. მე მგონი პირდაპირ გვაძლევენ პრიზებს, თუ წარდგენილი ვარ თუ რა ხდება, არ ვიცი მოკლედ. ნუ როგორ შარშან მოხდა, ალბათ ის ჩვეულებრივად გამოვლენა the winner is იტყვიან და მე ავდგებით აქედან გავალთ ალბათ. რადგანაც აქ ჩამოვედით ალბათ რაღაცაში გავედით. გამარჯვებას რო გითხრა ველოდები არა, მაგრამ გულს არ დამწყდება სიმართლე რო გითხრა. ოვაცია 2003 გახსნილად გამოგვიცხადებია თქვენი აპლოდისმენტები. ბრავო! თქვენი დიდი აპლოდისმენტები. ნომინაცია შოუ ბიზნესის წლის ყველაზე აქტიური პიროვნება ვანიკო თარხნიშვილი. ბრავო! გამიხარდა ეს ძალიან აბსოლუტურად ეს შეფასება, იმიტომ რომ აი მიმაჩნია რომ აი ამ შეფასებების და დაფასებების ხარჯზე ადამიანს ეძლევა სტიმული, რომ არ დააგდოს ხარისხი, არ დააგდოს ტემპი, რიტმი და უფრო მეტი გააკეთოს. უკვე რაღაც პასუხისგებლობაც ახლა ავიკიდეთ, მაგრამ იხარია ძალიან და უღრმესი მადლობა მინდა ყველას გადაუხადო აბსოლუტურად. წლის საყვარელი მსახიობი მერაბ ნინიძე, ნანუკა ხუსკივაძე. მერაბ ნინიძე და ნანუკა ხუსკივაძე სწორ სცენაზე. ძალიან დიდი მადლობა. ალბათ ყველაზე დიდი ჯილდოა. მე მერაბის მაგალითად მოგითით მადლობას. არ გახლავთ აქ. ნომინაცია ხალხური სიმღერის საუკეთესო შემსრულებელი ანსამბლი ფესვები. ანსამბლი ფესვები. წლის საუკეთესო პროდიუსერი ნატო დუმბაძე. ნატო დუმბაძე, თქვენი აპლოდისმენტები. თამონა გილოცავ დაბადების დღეს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, უდიდესი მადლობა. და აპლოდისმენტებით ვარცით პროდიუსერს. ეს არის ჩემთვის ხალხის დაფასება. მხოლოდ და მხოლოდ. დიდი მადლობა მათ. გიო ხუციშვილი. გიო ხუციშვილი. ქალაქური სიმღერა იყო, არის და იქნება. დიდი მადლობა ყველას. გიო ხუციშვილი, ქალაქური სიმღერის საუკეთესო შემსრულებელი. გამარჯვებულები არიან მარიკა თხელიძე, სოსო თოლორაია. ბრავო! ასეც უნდა გავიგებო. წლის დუეტი მარიკა თხელიძე და სოსო თოლორაია, თქვენი აპლოდისმენტები. კუჩაში მთელი ღამე წინდა, ხოლობები მთელი წინდა. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას.
რუსთავი რატომღაც დუმს, აბა? თქვენი ხმა? აი ასე, ძალიან მიყვარხარ, ყველას კოცნით ბევრს. ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთი ყურადღების. იმედი მქონდა, რომ ჩემთვის ასეთულრა ეს დუეტი ქვეყანაერია, გაიმარჯვება და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაგათ ასე მოხდა და მოკლედ დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩემ თაყვანისმცემლებს და ეს რომ ამერჩიეს და აგურჩიეს პრესტოვეთ. სასო, ხარი რა? მითხარი, მოულოდნელი იყო გამარჯვება შენთვის თუ? მართლა მოულოდნელი იყო, აი რა თქმა უნდა, დუეტი მოულოდნელი იმხრებ რომ ნუ პრინციპში რა, ერთი დუეტი ჩაიწერა და მე და მარიკა ვიყავით ეს. ამიტომ არა, კიდე ხო ჩაიწერა დუეტები. უბრალოდ ხიტი იყო, ხიტად იქცა ეს სიმღერა, ამიტომაც ჩვენ პრინციპში ალბათ სადღაც ველოდით კიდევაც ამის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ქართველი მოდელი თამუნარ ცხილაძე ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე თვის საუკეთესო მოდელად აღიარეს. ეს არის 3W model წერტილი რო, რომელზეც თამუნას ფოტოების სააგენტოების მეშვეობით მოხვდა. თამუნას ახლა ავადმყოფობის გამო სამწუხაროდ ვერ გავესაუბრეთ, მაგრამ მე ძალიან მიხარია ქართველი მოდელების წარმატება. თბილისის და საქართველოს წიგნობარნი, ანუ წიგნის მოყვარნულნი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბნენ. გაიმართა წიგნის ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც დებიუტანტი წიგნის სახლი პარნასი ყავდა. ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ წიგნის ფესტივალის არის ქალაქ თბილისის მერია, საკრებულო და კულტურის საქალაქო სამსახური და მე მივესალმები იმდენად, რამდენადაც აი ხალხი შემოbrunდა წიგნებისკენ და ეს მისასალმებელია. წინვალე მოვლენა მე მიხარია რომ აი ის რაც რამდენიმე წლის წინ არ გქონდა აი ასეთი დონის გამომცემლობები ასეთი ინტერესი ქართული გამომცემლობების მიერ შემოთავაზებული პროდუქციის მიმართ საბედნიეროდ ეს ყველაფერი დღეს აქ ამ ქალაქში ხდება ძალიან ბედნიერი ვარ ამით თბილისის წიგნის ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა ეხუთია როგორც მოხსენებ და სიამოვნებით უნდა ვთქვა ჩვენს რედაქციამდე იზრდება მისი მასშტაბი მონაწილეთა რაოდენობა და ინტერესი ამ ფესტივალისა. დადებითი და ხალისიანი ცოტა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მით უმეტეს უნდა დააფასო, როდესაც რაღაცა ხდება მშვენიერი და ჭეშმარიტად სერიოზული, იმიტომ რომ ეს წიგნისკენ მოტრიალება შემიძლია უკვე თამამად თქვა, სულ სხვადასხვა თაობის ხალხის. ძალიან კარგი რამის მანიშნებელია და თვითონ ატმოსფერო, თვითონ ის რომ ვერ გაინძრევი იმდენი ხალხია, თვითონ ის რომ ნაცნობებიც ერთმანეთს ვერ ამჩნევენ, მთელი ყურადღება წიგზეა გადატანილი, ჩემის აზრით მშვენიერია. პეტრე ბლიოტკინის ნახატები, რომელიც მას სახლში ჰქონდა, დროებით ენ-გალერეაში გადაიტანეს. ეს იმისათვის, რომ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ყოფებით ენ-გალერეაში, სადაც გაიმართა პეტრე ბლიოტკინის 100 წლის თავისადმი მიძღვნილი რეტროსპექტიული გამოფენა. პეტრე ბლიოტკინი დაიბადა თბილისში, მუშაობდა მხატვარ დეკორატორად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ასეთი გამოფენა თბილისში კიდევ 4-ჯერ გაიმართა.
ძალიან დიდი ხანი ვამზადებით, თითქმის 1 წელია ვემზადებით და ბოლოს აი აღმოჩნდა ის რაოდენობა ნამუშევრების, რომ ეს ერთმა გალერეამ არ დაიტია, ამიტომ შევთანხმდით და ხატვის ნამუშევრების არასრული გამოიფინა სამ გალერეაში. ესე იგი დღეს ჩვენთან არის თვალაც არის ვერნისაჟი და ზეგარი გალერეა ორიენტში. ჩვენთან არის წარმოდგენილი უფრო რეტროსპექტივა მხატვრის. მე ძალიან კარგად ვიცნობდი პეტრე ბლოტკის. ძალიან ბევრი კარგი რჩევა მომცა მხატვრობაში. და მე მაგას ავიდგა როგორც მასწავლებს, თუმცა ეს არ იყო ჩემი რეგულარული მასწავლება, ის რჩევები რაც მომცა საუბრის დროს, ის ნამუშევრები რაც ვნახე, მე მგონია ეს იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. ჯერ ეს ერთი როგორც დაიწყო თავისი მხატვრული კარიერა, იმისი სტილი ყოველთვის იცვლებოდა. ის არ იყო რა თქვა, ერთი რაღაცა იპოვა და იმ რაღაცას მიადგა და აკეთებს. ის კაცი არ იყო ის კაცი, ვისაც ოღონდ გაეყიდა სურათი და ფულის გულისთვის ეკეთებინა ნამუშევარი. ბლოტკინი იყო კოლორისტი. კოლორისტი ეს არის მხატვარი, ვისაც ძალიან გავითარებული ფერის გზდობა, ამავდროულად ის ხატავს თავისუფლად, ის ხატავს ნატურიდან ხატავს. ის არ იგონებს რაცა საინტერესო რაცა, ის იმას ხატავს იმ ცხოვრებას, რაც იმის გარშემო ტრიალებს. დღეს კლუბოს დაურში გამოიფინა 2 ფოტომოყვარულის ფოტონამუშევრები. ერთი არის ამერიკელი სტუდენტი ელიზაბეთ იგნ, ხოლო მეორე არის ქართველი ლადო ფორჭუა. გამოფენაზე შეიძლება ითქვას ის, რომ ეს არის ქართველის თვალით დანახული ამერიკა და ამერიკელის თვალით დანახული საქართველო. Я выставляю фотографии грузин, которые живут в Америке. И как бы это такая двойная выставка. Грузия, увиденная глазами американки, и грузины, живущие в Америке, которых я снимал, люблю и уважаю. И как бы это очень немножко ностальгическая работа, потому что эти люди очень скучают по своей стране. А выставку как вы назвали? Мы назвали ее мультипас, то есть пас это значит проход, возможность пройти куда-то. Это мультивход в культурные пространства Грузии, Америки и всего мира. Лайлай წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.